სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. იყო დრო, როცა არავინ და არაფერი არ იყო. კარგა ყოვლადწმინდა სამება ღმერთისა. და აი უფალმა თავისი დიდი სიყვარულით და კეთილმნებებლობით ინება და იქმნა არარაობისაგან ცანი და ქვეყანა, ყველა თავისი სამგავლით, ცანი ანგელოს და ბინადრობით და დედამიწა კი იყო უსახურ და განუმზადებელი. და ღმერთმა მიანიჭა რა ფორმა, მიანიჭა მას არსებობაც, შინაარსი. და შესაქმნის უკანასკნელ დღეს თიხისაგან მიწისა მოზილა სხეული პირველი ადამიანისა და შთაბერა უკდავისული თავად სხეულის დიდებით დაჰფარა. უამრავი ღირსებით და ნიჭით შეამბო, დიდი სიყვარულით ქმნიდა რა. ეხლა ჩვენ როცა ვამბობთ ქმნიდა, ვამბობთ ანთროპომორფულად, ადამიანურად. მას დროში და სივრცეში არ შეუქმნია, არც კი არსებობდა არც სივრცე და არც დრო და არც რაიმე სხვა. არამედ როგორც წმინდა მამები განმარტავენ, ღმერთთან ნება და ქმნა არის ერთი და იგივე. მეხსაშინა, მეხსეულად მოხდა ეს ყოველივე, მაგრამ რამდენადაც ადამიანებს ამის აღქმა და გააზრება არ ძალვით ჩვენი შეზღუდული გონებისა და შესაძლებლობის გამო, ამიტომ როდესაც მისცა გამოცხადება წარსულზე თავის რჯულის მდებელს და რჩეულ წინასწარმეტყველს მოსემ ადამიანური კატეგორიებით გადმოგვცა ის, რაც ქმნა უფალმა ნებისთანავე. კერძოდ ადამიანს, რომელიც როგორც ვთქვით, მრავალი ღირსებითა და ნიჭით შეამბო, მიანიჭა უფალმა ღმერთმა თავისუფალი ნება, რითაც იგი ხნა ხატად ღვთისა, ანუ საკუთარი თავის ხატად დაჰბადა, შექმნა იგი. მანამდე თავისთავად მოიაზრება უკვე გაგვიქვით, რომ სიცოცხლე მიანიჭა. სიცოცხლეც ესეც არის ღვთის ნიჭი, ამიტომ სჭირდება მას გაფრთხილება. ისე როგორც ჯანმრთელობა მისცა და სხვადასხვა, ეხლა იყო თუ არა საჭიროება ჯანმრთელობაზე, შეიძლება თუ არა ვიმსჯელოთ, მას თუ ჰქონდა სხეული, მართალია, დიდებით დაფარული, ესე იგი იგულისხმება, რომ ჯანსაღი შექმნა მისი სხეული, ჯანმრთელი, რაიმე ბიწი მასში არ იყო და მხოლოდ ის იყო, რომ თიხისაგან, ანუ მატერიისაგან მომდინარეობდა მისი სხეული, რომელიც კეთილგონიერად განაწყო უფალმა. აი რომ დაუკვირდეთ, არათუ მხოლოდ სულს და სულიერ მონაცემებს ადამიანის, სხეულს რა არის თითქოს არაფერი, სხემ და წარმავალი აღწნადია და მიწისაგან მოღებული მიწაში დაბრუნდება, მაგრამ მასში უდიდესი სიბრძნე არის, თუ კი გავიაზრებთ. როგორი დიდი ჰარმონიულობით, კეთილგონიერებით არის მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი და როგორ არიან ურთიერთდამოკიდებული, სასიცოცხლოდ, განსაკუთრებით ზოგიერთი ორგანოები პირდაპირ მართლაც სასიცოცხლო, როგორიც არის მაგალითად ტვინი, გული, ღვიძლი, ტვინი აზროვნების ორგანო ადამიანში განშისა და ესე იგი ჭეშმარიტი დასკვნების გაკეთების საშუალება. გული ტუმბო სისხლის, რომელსაც სიცოცხლის სული მიმოაქვს თითქოს სხეულში, ღვიძლი ფილტრი. აი მაგალითად თუ დაიბიძნება ღვიძლი, სისხლს თავისი სრულყოფილი შემადგენლობით და იმგვარად ვეღარ მიაწვდის ორგანიზმს. ესე იგი და სისხლი კი თავის მხრივ არ მიაწვდის საიცოცხლო აუცილებლობებს, მიკროელემენტებსა და სხვა და ადამიანი საბოლოოდ ავადდება რა, კვდება სიკვდილით. მაგრამ სიკვდილის საიდუმლოება პირველ ყოვლისა ღმერთის ხელშია, რა თქმა უნდა. ჩვენ ვიცით კაცობრიობის და ეკლესიის ისტორიიდან, რომ ყოფილა უმძიმესი ავადმყოფები და ძალზე დიდხანს 120-150 წელიწადი უცოცხლია და არათუ უფრო უცოცხლია, ასე მძიმე დაავადებულებს განუკურნავთ ნებისმიერი სნეულების მქონე ადამიანი, რა თავისთავად საოცრება, ეკლესიურად ამას სასწაული ქვია ღვთისა და სხვა. არ მინდა საუბარმა შორს გაგვიტაცოს, მრავალ ღირსებათა შორის ადამიანს პირველ ყოვლისა მიანიჭა რწმენა. ამისთვის შეიქმნა სინამდვილეში პირველი ადამიანი, რომლისაგანაც შექმნა თავისივე მადლით და ნებით
მეორე ადამიანი ევა, რაც ქართულად ადამა უწოდა წინასწარმეტყველი, ესე იგი ადამიანი როგორც კი შექმნა პირველი, მას სხვა ნიჭებთან ერთად მისცა წინასწარმეტყველების ნიჭი. იგი თანაბრად წინასწარმეტყველებდა წარსულზეც, მომავალზეც, აწმყოძეც. ადამიანს მისცა თავისუფალი დება. ეს ძალიან ბევრი რამ არის, რომლითაც უნდა წარმართოს ან სიკეთისაკენ ადამიანმა ეს ნიჭები, ეს წყალობა ღვთისა, ამ პირუკუ შეიძლება უღირსი შეიქმნეს და დაკარგოს ისიც, რაც გააჩნია. თუმცა წმინდანებთან და არა მარტო დედამიწაზე, არამედ მარადიულ ცხოვრებაში საუკუნო თუ კუნისამდე მადლი მადლზე ემატებათ, ნიჭი ნიჭზე ემატებათ და ეს არის დაუსრულებელი პროცესი, იმიტომ რომ ამას ღვთისაგან მოიღებენ და თავად ღმერთი თავისი არსებით არის დაუსაბაღო და დაუსრულებელი. და მამაი წყალობისა და სიყვარულისა. მას არანაირი საჭიროება არ ჰქონდა, რომ ანგელოზები არსებულიყვნენ. ან ცათასასუფეველი, ან ესე იგი ადამიანი, არამედ მას სურდა თავისი ბუნებიდან გამომდინარე არის და თვითკმარი არსება რაიმე ქმნილებისათვის გაეზიარებინა ეს ნეტარება, სინათლე და სიხარული და ეს არსებანი აღმოჩნდა ანგელოზები და ადამიანები. და დღეინდელა დღემდე გვაძლევს საშუალებას, რომ ვემსგავსებოდეთ ღმერთს და დავიმკვიდროთ მარადიული სიხარული. თვით ჩვენს სიცოცხლეზე, ჩვენს სულზე და ყველა ზემორი ჩამოთვლილ ნიჭებზე და ბევრიც ვერ ჩამოვთვალეთ, რა ღირსებანი მიანიჭა ღმერთმა, ან არ მივიჩნიეთ საჭიროდ ჩამოგვეთვალა, ყველაზე ძვირფასი ნიჭი, მაინც რაც ღმერთმა ადამიანს მისცა, ეს არის რწმენა. ამაზე განსაკუთრებულად ჩაღრმავებით მსვლელობს დიდი მამა იოანე ოქროპირი. რაც არ უნდა დაკარგო, თუ რწმენა შეინარჩუნა, ღმერთი ყოველივეს აგიდგეს და არა იმგვარს და იმდენად, რაც გაგაჩნდა მანამდის, არამედ მერმე და მერმე მთელი ამ მარადიულობის განმავლობაში. ამიტომ ყველაზე მეტად უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ რწმენა. სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, გნებავს მატერიალური კეთილდღეობა, ამასაც უფალი გაძლევს. ესეც ნიჭია, ოღონდ ხორციელი და მრავალიცა სხვა, ყველაფერი უნდა ვანაცვალოთ ჩვენ სარწმუნოებას. და როგორც უფალი ამბობს, ესე იგი ადამიანი რისთვის შეიქმნა, რომ რწმენა ჰქონოდა და ამ რწმენის ნიჭი მას ედიდებინა ღმერთი, განეჭვრიტა ღმერთი. პირველი ადამიანები, როცა იყვნენ სამოთხეში და იქ იყო ხემცენარეები და უვლიდნენ ღვთის კურთხევით და ყველა ნაკობს იღებდნენ ნებისმიერი ხიდან გარდაცხოვრებისა და ცნობადისა, როგორც დიდი მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი განმარტავს, აქ მებაღეობაზე კი არ აკურთხა ადამ და ევა, არამედ როგორც ეს მამა განმარტავს, ხემცენარეთა მოვლა და მათგან ნაყოფის მიღება, ეს იყო სულიერი ჭვრეტა ღვთიური დიდებისა და ღვთიური დიდების ჭვრეტა და უფლის სიახლოვე აძლევდა მას საფრთხო ენერგიების შემატებას. ამით სიხარულზე ემატებოდა, მადლი მადლზე, ნათელი ნათელზე. თავდავიწყებაში იყო ადამ და ევა, მაგრამ ამ თავდავიწყებიდან გამოიყვანა ბოროტმა სულმა, რითაც დააკარგინა ყოველივე, რაც ჩამოვთვალეთ და რაც ვერ ჩამოვთვალეთ. მოკლედ, იმისთვის შეიქმნა ადამიანი, რომ თავისი შემოქმედი ღმერთი ადიდოს და იყოს მადლიერი. კარგია, რომ ქართულ სიტყვაში ხშირად გვითქვამს, მადლიერება მოდის სიტყვა მადლიდან. ადამიანს თუ მადლიერ ექნება, არც მადლიერება არ ექნება, უმადლო იქნება და ბოროტი. ერთი სიტყვით გამოხადარა თვითრჩულობა და დააკარგინა ეს დიდება სამოთხიდან დედამიწაზე და აწი უკვე თავისი არსობის პური მას საკუთარი შრომით უნდა მოეპოვებინა. დედამიწა, რომელიც ადამიანის გამო დაიწყებლა და ევასი, ეკალი და კუროსთვალი აღმოაჩენა. დიდი შრომა სჭირდებოდა ადამიანს, რომ გაეწმინდა, გაესუფთავებინა მიწა და მოეყვანა რაიმე მოსავალი და თავი ერჩინა პირდაპირი გაგებით. ამის საჭიროება, ამის აუცილებლობა მას სამოთხეში არ ჰქონდა. მაგრამ
ეს თავისებური ეპიტიმია, რომ ღმერთმა აკურთხა შრომაზე, პური შენი არსობისა მოიპოვე საკუთარი შრომით და მას მანამდის სრულიად დაუმსახურებლად ეძლეოდა ყოველივე ის სიხარული, რაც ჩამოვთვალეთ. მაგრამ აქაც არსებითად შექმნილი არის რა მორწმუნე არსებად ადამიანს ევალება დედამიწაზე არათუ მხოლოდ შეინარჩუნოს ჭეშმარიტი სარწმუნოება და არ შეუდგეს სრულ ღმერთებს, როგორც ფსალმურშია ნათქვამი, არამედ გაამრავლოს ეს სარწმუნოება. ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერი ბლეზ პასკალი კარგად ამბობს. ძალიან ბევრი რამ არის სისხლში, რომ უარყო ღმერთი და ძალზე ცოტა რომ ირწმუნო, მაგრამ მე მაინც ვწამს. რწმენა არის ნიჭი, რომელსაც ღმერთი აწევს. ადამიანი მას არც მემკვიდრეობით იღებს დედის მუცლიდან, არც ინტელექტუალური აზროვნებით მოიპოვებს და არც ლოგიკური დასკვნებით. ეს არის ნიჭი, რომელიც ღვთისგან ეძლევა ადამიანს და რა კი ღვთისგან ეძლევა, ის უფრო მეტად სჭირდება გაფრთხილება, როგორც უკვე დავსწინეთ, ვიდრე სიცოცხლე, ჯანმრთელობას და სხვადასხვა ნიჭებს. და ბოლოს მოვიდა რა ხორჩი უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენი საცხოვრებისათვის აღასრულა რა ჭრიანი გმირობა და მერმე აღსგა და ამ აღდაზეცა და საბოლოოდ შეიყვანა კაცობრირი ბუნება, რომელიც შეურევლილად შეერთა სული წმინდის მოქმედებით ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის უბიცო საშოში გვიბრძანა მოგცარა ეს რწმენა თავის კი დავსდოთ მისთვის. აი ერთ-ერთ ამაღლებულ ქადაგებაში ხორჩი მოსული უფალი ამბობს იმაზე დიდი სიყვარული არ არის, რომ ადამიანმა სული თვისი დასდოს, ანუ ღვთისთვის, ანუ სახარებისთვის, ეს ერთი და იგივეა, ანუ მოყვასისთვის. მოყვასის სიყვარული ერთ-ერთი უდიდესი მცნება შემდგომად ღვთის სიყვარულისა. პირველი 4 მცნება 10-დან განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას და მიმართებას ღმერთთან, დანარჩენი 6 ადამიანებს შორის ურთიერთობას ღვთის მიერ აწესრიგებს. არა ისე როგორც დღეს ჭალებში აწესრიგებენ სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოები, პარლამენტები, მთავრობები, ხელისუფლებანი და ასე შემდეგ, რომელიც პირიქით ყველაფერს აკეთებენ ადამიანის გაუღვთოებისთვის, დღევანდელი ხელისუფლებანი თითქმის ყველგან და გაუჩნდებული და განშორებული არის არა ღვთისაგან და ამასობაში მე მინდა დავსწინო, რომ ხელისუფლება მათ უფლებებიდან მიიღეს, ანგელოს ქვია, ანგელოზებს უფლებანი, მათგან ღმერთისგან მიიღეს ამა თუ ანგელოზის სახით. აი ხელმწიფება სიტყვას აქედან მოდის ანგელოზის სახით და მთავრობა ანგელოზები, ესე იგი მთავრობას და ხელისუფლებას ამ ძალაუფლებას ანიჭებს ღმერთი ყოვლადწმინდა საება ანგელოზთა მიერ. ამიტომ პირველ ყოვლისა, როდესაც ხელისუფალი წარდგებიან შემოქმედი ღმერთის წინაშე, შემდგომად მიცვალებისა და ვერმე საყოველთაო აღდგომის საყოველთაო სამშაბლოზე, პირველ ყოვლისა პასუხს მისცემენ ის, რაც ღვთისგან მიიღეს ანგელოზის ხელით, როგორ მოიხმარეს, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, მოახმარეს. წამომცდა ენა მიყიბლა, როგორც იტყვიან, ხელისუფალი იღებენ ამ ხელისუფლებას და პატივს ისინი საკუთარ თავს ახმარენ მხოლოდ. აი ახლა ხანსაც ერთ-ერთი ხელისუფალი გაანთავისუფლეს მაღალი და რა აღმოჩნდა? ათეული მილიონების ქონება, რომელსაც რა თქმა უნდა ის ვერც ჰონორარებიდან დააგროვებდა და ვერც ხელფასიდან ბუნებრივია. ანუ ძარცვავდა ქართველობას, საქართველოს, ჩვენს ბიუჯეტს და ასეთი მაგალითები უხვია განსაკუთრებით და არა მარტო ჩვენ განსაკუთრებით უცხოეთში. საერთოდ კორუმპირებულია ყველა ხელისუფლება თითქმის და ლამის. მე ხელისუფალთ არ ვამბობ, ზოგიერთი ხელისუფალი არ არის იშვიათი გამონაკლისი, მაგრამ ხელისუფალნი როგორც ასეთი ძირითადში ამით არიან დაკავებული. არა ხალხის კეთილდღეობით, არამედ საკუთარი. დღეს საქართველოში უნიკალური მდგომარეობა შეიქმნა. პრაქტიკულად ხელისუფლება რომ გადარჩეს დასავლეთისგან, ჩრდილოეთისგან, ზოგადად ვამბობ მე და არ უღრმავდები, იმიტომ რომ თქვენ ეს იცით. ისე ჩიხში შეიყვანა უფალმა, რომ იძულებული არიან იზრუნონ ქვეყანასა და ერთზე. თუმცა, როგორც ქართული გამოთქმა აქვს, ყური ცოტა გვიან გამოიბერტყეს. აი მაგალითად დაიწყო გამკაცრება მიგრაციის კანონების, ესე იგი დახვეწა შექმნა და სასწრაფო ხასიათით მიღება. მაგრამ ამასობაში მსოფლიო გლობალური ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა არ არის, ეს მოთხოვნა
შემოვიდა უკვე მარტო მუსლიმი აფრო-აზიული წარმომავლობის 900,000-მდე ადამიანი. მე თუ ვიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ დაახლოებით 2-3 წელიწადში ნამატით იქნებიან 2 მილიონამდე. ქართველები გამალებულად გარბიან საქართველოდან. ამ პროცესებს ეს გლობალური ხელისუფლება ხელს უწყობს. უკეთესი ცხოვრების აღთქმით, რომელიც ხშირად მხოლოდ ილუზიაა და მონური შრომა უწევთ, ისე როგორც პირამიდების აგების დროს უვლიან უმძიმეს ავადმყოფებს, მათ შორის ფსიქიურად დაავადებულებს და ასე შემდეგ. და მოკლებული არიან ოჯახს, ქმარს, ძირითადად დედაკაცები არიან. ეს გმირობაა, მაგრამ ამ გმირობასაც ამგვარს უნდა ქონდეს დასასრული. თქვენ რომ მიდიხართ იქ, დედებო, აქ თქვენი შვილები უნდა მოიკითხოთ, როგორ იზრდებიან, თუ გნებავთ თქვენი მონური შრომის შემოსავლებით. ბევრი მათგანი გზას არის აცდენილი. ჩვენ მგლები ვართ, აღსარებებს ვიღებთ. ნარკომანები, მეძავები, დღეს ჩვეულებრივი მოვლენად ითვლება, ვიდრე თქვა დაქორწინდებიან, გემოგაუსინჯონ ერთმანეთს სექსით. თუ მოეწონება, მაშინ შეულდებიან ოფიციალურად თუ არა და არა. უშვებენ სხვაგან. და ასე შემდეგ. აი ეს მოიტანა და არა მარტო ეს, ეგრეთ წოდებულმა სექსუალურმა რევოლუციამ, რომელიც 30 წლის წინ შემოაგდეს საქართველოში. დაიწყო ბრაზილიური სერიალებით, იზაურა გახსოვთ არა ცნობილი პოპულარული პიროვნება. დედაკაცები ტიროდნენ, ღამეებს ათენებდნენ, სერიალზე უყურებდნენ. უთან აგზნობდნენ და თანდათანობით შემოგვაყარეს სხვას მაგალითად ჩვეულებრივი მოვლენა თქვენ ბრაზილიაში ბიძაშვილი მამიდეშვილის შორის ქორწინება. თავიდან გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება, შემდეგ შეეჩვენენ. ისე როგორც გაზეთის შანსი როცა გამოსცეს, ეს უხამსი თავიდან აღშფოთება გამოიწვია სოდომური მასალები და ფოტოები რომ დაიბეჭდა, შემდეგ უკვე ნახეთ როგორ გამოურეცხეს და ამ და სხვა საშუალებით ცნობადი ეგრეთ წოდებული პიროვნები ამბობენ, რა მოხდა, თუ უნდა იყოს სოდომიტი მამაჯგავარი, თუ უნდა იყოს ლესბოსელი, თუ უნდა იყოს სქესი გადაიკეთოს და სხვა. საზოგადოება შეეგუა გადაგვარდა თავადად. შეიძლება პრაქტიკულად თავად არ სოდავს, მაგრამ უთანაგზნობს ნიშნავს ყოველი ცოდვა გულში იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ თავადაც ასეთი არის. პოტენციურად ყოველ შემთხვევაში. შორს აღარ წავალ საუბრებით. ძალიან მძიმე მდგომარეობა საქართველოში. ხელისუფლება იღებს სასიკეთო კანონებს. მაგრამ როგორც სალუშენა თქვა, ვინის ვინა ჩვენიო. ევროპა დამუხრებით ამბობს და დაჟინებით, რომ მან უნდა შეცვალოს ხელისუფლება და თავისი მონამორჩილი ხელისუფლება უნდა მოიყვანოს, ესე იგი ფსევდოლიბერალური ფსოლხედველობის და განწყობილების ადამიანები და ბოლომდე გააუყურმართო საქართველოს. და ესიც არ არის ყველაფერი, ეს თანამედროვე სტრატეგია ძლიერი სუპერსახელმწიფოების, ესე იგი შეყარონ მუსლიმები, ან ველურები აფრიკიდან წარმართები არიან ისინი, ისე როგორც ინდუელები და რამდენი არიან აღარ ჩამოვთვლი მე. შემდეგ გაამრავლებენ, ქართველებს შეავიწროებენ და უკვე ავიწროებენ. მე არაერთი საჩივარი მესმის მაგალითად, რომ აი ახლა სამღვდელოების ნაწილმა პარლამენტში ითხოვა, რომ კანონი მიიღონ მიგრაციის შესახებ. ამის შემდეგ ამოძრავდნენ ცოტა და სხვა. აი მაგალითად ბავშვები, ქართველები შედიან მოედანზე და იქ არიან აფრო-აზიელები და ინდუელები და პრაქტიკულად ვერ შედიან, ან საათობით უნდა ელოდნენ. ეს მათ სამშობლოში ხდება. ეს ერთი პატარა მაგალითია. სამუშაო ადგილებში ჩაანაცვლეს ქართველები. ანუ იძულებულ ხდიან ამითაც და ამ გზითაც, რომ უცხოეთში ეძებონ პურის ფული, ლუკმა და საშუალო. და ასე შემდეგ და მაგალითები ურიცხვი არის, მათ თავხედობაზე განსაკუთრებით არაბების არაფერს ვიტყვი, როგორი გამალებით იყიდება მიწები არაბებზე პირველ ყოვლისა, ებრაელებზე, აი გასულოთ ხშავას დაუზდომელში, ქადაგებაში დავსდინე, გარკვეული მაგალითები მოვიყვან და მათ შორის ესეთი ვინმე ნიკო ლეკიშვილი გამოჩნდა, ნიკო ლეკიშვილი, რომელიც იკვლევს 12-20 წელიწადი და დაასვლა საბოლოოდ რომ იერუსალიმი ის კი არ არის, თბილისი არის, ისრაელი ის კი არ არის, საქართველოა. როცა მოვლენ აქ ებრაელები და 10 მილიონიანია, თქვენ უნდა უთხრათ, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი ებრაელები. ესე იგი როგორ აპრიყვებენ ქართველებს, წარმოიდგინეთ, ეს არის გავლენის აგენტი, რომელიც მსხვილად ფინანსდება, აი რა შეჩანს, მაგას ცოტა მოგვიყვანებით, გეტყვით. და ესე იგი თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, თქვენ გაქრებით. წარმოიდგინეთ თქვენ. ნოეს კიდობანერვა ცნობილი გადაცემა იქ მიიწვიეს ილაპარაკეს საკმაოდ დიდხანს
და ერთ-ერთი მორწმუნეა დღეს აკეთებს ირვასე, როცა ეს გაიგო, აღშფოთა, მივიდა და აჩვენა, გაუანალიზა, რას აკეთებენ, რას უწყობენ ხელს სინამდვილეში საქართველოში. და ესე იგი მათ თავი შეიკავეს, მაგრამ წავიდა ეს ადამიანი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი შემოსავლები აქვს მას თავისი ბოსებისა, გადაიღო დოკუმენტური ფილმი 9 საათიანი და აჭარის ტელევიზიამ აჩვენა და ნახვა აქვს 9 მილიონი. 9 მილიონმა ქართველმა უკვე ნახა და მოусმინა მას. ყველა რა თქმა უნდა არ გაიზერებს, ზოგი აღშფოთდება კიდეც ყოველ შემთხვევაში თავდაპირველად. მათი ნაწილი ასე ამბობს უკვე. რა არის აბაში ცუდი? ებრაელები ყველაზე ძლიერი ერია. უმაღლესი შეიარაღება აქვთ. სოფლიო კაპიტალის 90%-ზე მეტი მათ ხელშია. მათ ხელშია გლობალური ძალაუფლება, რომლებიც ყველა ამჩვენებებს ახდენენ ომების შათვლით და სხვადასხვა მიგრაციებისა და სხვადასხვა და ძალიანაც კარგია თუ მივიჩნევთ რომ ჩვენ ვართ ებრაელები, დაცულიც ვიქნებით და კეთილდღეობაში ხედავთ როგორ მშობლობენ ახალი ქართველები. მათთვის სამშობლო არ არსებობს. არც დაგარგული და არც აწინდელი, რომელსაც კარგავენ თვალსა და ხელს შუა. ესე იგი არც ღმერთისა და არც ადამიანის შერო. არ უნდა თეშენი ქართველობა არ ტრადიციებით არაფერი მსგავსი. ჭაუში ძალიანაც კარგად ყიყინებენ და კარგად გრძნობენ თავს. მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ ყველა ასე არ აზრობს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, აღსრულდება ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველება ევროხელისუფლების 2050 წლისათვის ადგილობრივი მოსახლეობა აბორიგენები იქნებიან დიდ უმცირესობაში. ძირითადად ეხლა ეს აფრო-აზიელები მუსლიმები რატო უნდათ? როდესაც დაჭირდებათ და ესენი ფანატიკოსები არიან. მოქმედებენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. შევიწროება, გაცევება და ფიზიკურად გასწორებაც კი სიკვდილის შათვლით. ამას ვიაკეთებენ ისინი ევროპაშიც. სადაც დიდი დადებითი, მათთვის დადებითი შედეგებია უკვე. დადებული, როგორც სიტყვიან ხოლმე. ჩვენ ვართ იმ პერიოდში, რომელსაც მაგალითად წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველს უთხრეს წმინდა მამას ენუქ წინასწარმეტყველმა ელიამ და 1 წლის შემდგომ ჩაუღრმავა ეს წინასწარმეტყველებები წმინდა ლავრენტის იოანე მახარებელს, რომ შვილობილია ღვთისმშობლის, რომელიც ბოლოშავ საქართველოში მოვა და აქ იქადაგებს გადარჩენის საიდუმლოებას, წმინდა სახარებას და რა უთხრეს? ღვთისმშობლის წილქვედ ივერიაში ციტატა მომაქვს, იქნება ხანმოკლე ბრძოლა, მაგრამ როგორც ასეთი ანტიქრისტეს რეჟიმი იქ გამარჯვებას ვერ მიაღწევს. აი ახლა რაც ხდება დასავლეთის სულისკვეთების დამკვიდრების პროცესი, ეს არის ის, რაზეც წინასწარმეტყველებდა, მაგრამ როგორც ესეთი ანტიქრისტი, ანუ სატანა ანტიქრისტეს მიერ საქართველოში ძალაუფლებას ვერ განიმტკიცებს საბოლოოდ. რატო? და ეკითხნენ ჩერნიგოველი დედები, შეშინებულები და გაოცებულები. თან არ არის რუსი, არც ერთი, არც ის წინასწარმეტყველები, ვინც მას ეჩვენეს და ამცნეს. არ არიან ქართველები. მაგრამ საქართველო გამოყოფ სოფლიო მოვლენებიდან და ეს რატო? იმიტომ რომ ამ ხარეს ღვთისმშობელი მარიამი იცავს. მაგრამ ეს არ მოგივიდეს ბედულად ქართველებს ზარმაცი რო იწვავს გულაბის ძირში და ნატრობდა ნეტა ჩამოვარდეს და ბაგეზე დამეცესო. კაცი ირჩეოდა ღმერთო მიშველეო, ღვთისმოსავი ყოფილა არა, მაგრამ ნახე ღმერთმა რა უპასუხა ღვთისმოსავ ქრისტიანს, ხელი გაანძრიეთ და გადარჩებინო. თუ ჩვენ დღეს არ გამოვიღვიძებთ და არ დავიცავთ ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ქართულ მეობას, მართლმადიდებლობას, რომელიც თავი და თავია ყველა სიკეთისა, ანუ რწმენა მართლმადიდებლობით, ჩვენი ხსენება აღარ იქნება როგორც ქართველებისა. შეიძლება დარჩნენ გადაგვარებული ეგრეთ წოდებული ყოფილი ქართველები, ანუ ახალი ქართველები. რატო ვფიქრობ ამაზე ვისაუბრო? იმიტომ რომ დღეს ხსენება ჩემო საყვარელო, ჩვენი უდიდესი წმინდანების, დიდთა მოწამეთა, მეფეთა არჩილ და ლუარსაბისა. მათ ადამიანური კეთილდღეობისთვის ყოველივე გააჩნდათ ხელისუფლებით დაწყებული, სიმდიდრით დამთავრებული, წარმომავლობით და ასე შემდეგ. მაგრამ მათ საქართველოს და ქრისტეს რწმენას მამულ სარწმუნოებას ყველაფერი, არა მარტო საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ცოლ-შვილი ანაცვალეს. დამყრობრი მოძალადენის თავაზოგადად კიდევ მეტ დიდ პატივსა და დიდებას და სიმდრეს არაფრად ჩათვალეს.
ქრისტეს დიდებაში არ გაცვალეს. შენსავით როდი აზროვნებდნენ, რომ აქ ვიყო ბედნიერებ ჭამოსვა, გალაღებული ვიყო, რა თქმა ან არსებობს, თუ არ არსებობს სინამდვილეში იქაური ცხოვრება. ღმერთსაც არ ამბობენ, იქაური ცხოვრება. სულ ამაზეა დაგეშილი 24 საათი. ასე როდი აზროვნებდნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენი დიდებული მოწამეები. ერთადერთი ქართველი მეფეები არიან სასუფეველში, ვისაც აქვს ღვთისგან კურთხევა და მიშება მშობლიურ ენაზე ადიდონ უფალი, იქ სასუფეველში. დადგება დრო და განშრამდება. საიდან ვამბობთ ამას? ესე იგი, რამდენად დიდნი არიან ღვთის თვალში, რომ აქვთ კურთხევა თავიანთ მშობლიურ ენაზე სასუფეველში უბნობდნენ. არასდროს მოხენილი ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი არ ყოფილა და ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო. წვდებოდა მათი სიყვარული, რწმენა და სასუება ამხელა ტერიტორიას, ეგოდნენ სამშობლოს. და დღეს რაც გადის, დღით იტყევ კარგად მიწებს და რაც დავარია, იქ ჯერ ქართული სული იკარგება, მერე იკარგება ქართული მიწები. ასე მოხდა, აი ბოლო მოვლენები რო ვახსენო აფხაზეთში. სამაჩაბლოში. ირიდება თქვა, რომ ეს არის სამაჩაბლო. ამბობენ, რომ სკილმარის რეგიონია ან სამხრეთ ოსეთია. რატო? ოდითგან იყო სამაჩაბლო. და დარჩება სამაჩაბლო. დადგება დრო დადგება. როცა ეს მიწები დაბრუნდება, მაგრამ ესე არა, რომ რა ღვთისმშობელი გვიცავს, ყველაფერი კარგად იქნება. ღვთისმშობელს რომ უყვარხარ, აი ამიტომ გექნება დიდი განსასწრებელი. იმიტომ რომ შენაირი ზარმაცი და გარყვნილი ქართველი სხვა გზით არც გამოიღვიძებს და არც გადარჩება. ეხლა ბოლო მოვლენებს რამოდენიმე დღისა შევეხოთ. დავანებოთ თავი, რომ ომი აქ, ომი დროებით შეცდა ისრაელ ირანისა, ახლა დაიძაბა ურთიერთობა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის. უკვე იწერება, რომ მობილიზება მიმდინარეობს აზერბაიჯანში შესასვლელად რუსული ჯარების. თქვენ როგორ გონიათ? საზღვარი დაიჭერს, ჩვენთან არაფერი არ გადმოვა? შეიძლება ჩვენი ტერიტორია, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ საქართველო, სულ ცოტა. და იქ დასავლეთშიც აფხაზეთი აქვს და იქ მათ ბაზები აქვს რუსებს. შეიძლება პოლიგონად იყოს გამოყვანებული. მეტადრე რომ არსებობს წინასწარმეტყველება ბერძენი მამისა, მღვდელმონაზონ გიორგისა, რომ 7 უკანასკნელი ომიდან რუსეთის წინააღმდეგ პირველი ომი იქნება რუსეთ-საქართველოს და ერთ-ერთი ომი კიდევ იქნება რუსეთ-საქართველოს. ოღონდ ამჯერად ასეთი მცირე დანაკლისები არ იქნება, დანაკარგები. დანანებით ამბობს ეს ბერძენი მამა, სამწუხაროდ მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი იქნება. ეხლა რა ზოგიერთები იცახებენ, როგორ ბედავს, ხალხს აშინებს, ეხლა იმის გამო რომ ვიღაცას არ შეეშინდეს სიმართლე არა ვთქვა და ჭანდრა სულ რომ არ არსებობდეს ეს წინასწარმეტყველება გაანალიზე რა ვითარებაშია მოქცეული საქართველო. ყველა მხრიდან აქ ბრძოლი, ხილული, უხილავი და ასე შემდეგ. და ეს ამ ყველაფერს ხო ეხლა ზოგიერთი უკმაყოფილო იტყვის უფრო ნაკლებ მორწმუნე ასულად სურცულო ღვთისმგმობი ადამიანი. თუ აგექვენი ღვთისმშობელი და დაგიფაროთ. ამაშიც მდგომარეობს ღვთისმშობლის მზრუნველობა თავისი ხტომ სასეპურო ერზე, ქართველობაზე. ასე რომ გაზარმასდა და ადრე თუ თათქარიძე დაახასიათა ევის მამა წოდებულმა ილიამ, დღეს თათქარიძე აღარ არის მხოლოდ. დღეს არის უგარყვნილესი არსება ქართველი, გაუკუღმართებული. ახლა არ მინდა კონკრეტულად, ესე იგი ფულის მონა, მამონასი. აი ეს თვეები რომ დაწანწალებდა, ხშირად გვითხოვს, გადახდილია და იმიტომ დაწანწალებენ. თქვენ დაუგვირდეთ, როცა ფულის ტრანშები კლებულობს, მათი რაოდენობა კლებულობს, როცა გადმორიცხავენ და ამას ამბობენ კიდევ ახმოვანებენ დასავლეთის ხელისუფლება, მატულობს მათი რიცხვი. ესენი ვინ არიან? ამათ სინამდვილეში არც ღმერთის არც სამშობლო, არც დასავლეთის. მათ უნდა პირადი, თქვენი მამა ასეთებს ქრისტე 20 საუკუნის წინათ უთხრა არის მამონა. მამონა არის კერპი, ეგრეთ წოდებული ღმერთი ვერცხლის მოყვარეობის, ანგარებისა. აი ვინ არის მათი მამა.
ესენი ყველასთან დედასაც არ დაინდობენ და მამასაც ჩვენ გვაქვს მაგალითები, არც დედა, არც მამა და არც შვილი არ დაუნდათ პირადი კეთილდღეობისთვის. ან რა გინდა, მამაკაცები, რომელსაც ცოლები გაგდებული ყავთ უცხოეთში, ზოგი უკვე 15-20 წელიწადია და მეტიც. როგორ სულგმულობენ და როგორ ამბობენ, რომ ისინი მამაკაცები არიან. ესე იგი, ცოლის მონური შრომით მოიწყო ცხოვრება. ჩვენ აღსარებებს ვისმენთ. საყვარლები გაიჩინა, არა ყველაზე ვამბობ, რა თქმა, საყვარლები გაიჩინეს. კაი მანქანები, ჯიპი უყვარს ქართველს, არა? ღიპი დაიდო, ჯიპი შეიძინა. დიდი ბინები, სასახლეები, ერთი კი არა, რამდენიმე. როგორ იწინებს ესეთი ადამიანი? და სინდის როგორ არ უსმენს? და დედას მე ვიცი, აი ორი საიმაგალითი ჩვენი ბრებდა, ეხვეწებოდა ქმარს და შვილებს, რომ დაბრუნება უნდა და ლანცხავდნენ და აგინებდნენ კიდეც. იმიტომ რომ თუ დედა დაბრუნდება, ამდენი ლოგიკური აზროვნების უნარი შერჩა. ესე იგი, შვილებს მატერიალურად გაუჭირდეთ. ამიტომ იქ უნდა იყოს. და მეღამი რეკავდა და ტიროდა. და დავიბარა ერთი მათგანი და სინდისე შევაგდე ნამუსე. შენ რა კაცი ხარ? პირდაპირ გეტყვი მეთქი რა. შენ კაცი არა ხარ მეთქი. და ასე შემდეგ. სხვათა შორის ის დედაკაცი როგორ ამბობთ ხოლმე, სვაბოდაზე გამოვიდა. დაბრუნდა უცხოეთის მონური შრომით და სახლში. მაგრამ ამ ქმარმა დატოვა. ერთი მაგალითი მომაქვს ინკოგნიტო და ასეთი მაგალითები არაერთია საყვარელი. ნუ შვილები ვინ გაიზარდნენ, კაცებლები, ნარკომანები, არა ყველა, მაგრამ საგრძნობი ნაწილი. და ასე შემდეგ. როგორც პატრიარქმა უთხრა ისრაელში მყოფ ქართველებს, წმინდა გიორგის დედის სამშობლოში ლუდიაში ვიყავით, წმინდა გიორგის ტაძართან ვიდექით, სადაც მისი სხეულის დიდი ნაწილია დასვენებული ამ ეკლესიაში. ტირილით მოვიდნენ პატრიარქთან, დაალოცა, მოეფერა ყველას და მე უთხრა, რას აპირებთ სამშობლოში არ დაბრუნდებითო და სახე შეეცვალათ, მოიღრუბლა ყველა, გარდისკდნენ კიდეც პატრიარქს. პატრიარქი და ძალით ხომ რო იტყვიან ხოლმე ტროს ხომ არ ჩააბავს, ჩამოიყვანოს, უთხრა რომ თქვენ რომ მიდიხართ, მინდა იცოდეთ რომ თქვენ ადგილას სხვები შემოდიან სხვა ქვეყნებიდან და გვიტარდებიან. და დადგება დრო, მოგინდება ჩამოსვა, მაგრამ ვეღარ ჩამოხვალ. აი ეხლა ხას იყო პატარა ჟურნალი, საამისო, ომი რო დაიწყო, როგორ ტიროდნენ და იხვეწებდნენ საქართველოში ჩამოყვანას, როგორც იყო მოახერხა და საელჩო საქართველოს ისრაელში ერთი თვითმფრინავი ქართველი, ერთი თვითმფრინავი კი უამრავი არიან იქაც და სხვაგანაც ქართველები. მოდი თქვენ ენაზე ვიტყვით ახალი ქართველების, ეს მათი არჩევანია, მაგრამ თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ თუ თქვენ წავალთ, საქართველოს დაიღუპება საბოლოოდ. უფალს და ღვთისმშობელ მარიამს ყავს თავისი ერთგული ადამიანები, ჯერეს, გოლანთებული ქართველები, ღვთისმოსავი ქრისტიანები, როგორც საეროთა შორის, ესე სამღვდელოთა შორის და პერმონასონთან. თქვენ უნდა იცოდეთ ეს. აი დღეს რომ ვიხსენეთ, მაგრამ ლუარსა წამებული ხსენება ჩვენი მეფისა. მღვდელმა, ერთადერთმა მღვდელმა, რომლის ხსენება დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო, გადაარჩინა ეს მეფე. და მეფის გადარჩენა რა არის? ცოცხალი ადამიანის ორგანიზმში თავის გადარჩენას. სულ სხვა გზით ატარა, მოკლეზე კი არა, გაუგრძელა გზა, სულ სხვა მიმართულები. ბოლოს აკუწეს, როცა შეიტყვეს. სული თვისი დაასდვა თავისი მეფისთვის, რომელიც მირონცხებულია ღვთისაგან არ დაგავიწყდეთ და ამით ქართლი გადაარჩინა. მოასწრომეთ მამასობაში ლაშქარი შეკრიბა, რა თქმა უნდა, ისეთი მრავალრიცხოვანი ვერ იქნებოდა, როგორც ესე იგი შაჰაბაზისა, მაგრამ ძლევა ესე იგი იბრძოლეს სისხლის მომოწვეთამდე. და მრავალი გადაურჩა ამასობაში მშვიდობიანი ნაწილი მთებში გაიხის და ეს ხშირად ხდებოდა საკავიცა ბრძოლის უნარი არ ქონდა, დედები, ბავშვები, მოხუცებულები თაში ადიოდნენ, ახალად და სხვადასხვა. ის რომ ღმერთს თავისი ერთგულები, რა თქმა უნდა, დღეს ეცხავს. ჩვენ აღვაგვრთოვანებს მაგალითები ჩვენი დიდებული წინაპრებისა, მათ შორის დღეს ხსენებული დიდი მეფეების და მოწამეების, დიდმოწამენი არიან, არ უბრალოდ მოწამენი, არჩილ და ლუარსაბისა. ორივე ეწამა მუსლიმთა ხელით, ერთი არაბის, მეორე სპარსის, დღეს ირანელი რომ ქვია. მაგრამ დღეს მუსლიმობის ბრძოლა ჩვენთან მიმდინარეობს უსისხლოდ.
ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. და არა ესე თვალსაჩინოა, ბევრი ვერ ხვდება ამას. ზოგი პირიქით ამბობს, ძალიანაც კარგია, აი მაგალითად ბათუმელი ამბობს ერთ-ერთი, ან ქობულეთელი, ძალიანაც კარგია, რაც მეტი უცხოელი შო მეტი შემოსავალი მექნება. იმაზე კი არ ფიქრობს, რომ შემოდიან, მათ დიდი ნაწილი რჩება ჩვენ აბორტებითა ვართ სახელგანთქმული მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ვართ. აი მამა გაბრიელის ტაძარი და ჩვენს გვერდით გამოხატული ერთ-ერთი გამოცხადება ღვთისმშობელი რომ ეჩვენა გაბრიელ სალოს და შერისხა ქართველობა ასეთი უხი აბორტირებისთვის. გამოსახულია ფრესკაში უკვე. ფრესკაზე. ისინი მრავლდებიან, ჩვენთან კი პრობლემები ძალზე მალე სიკვდილიანობა და ესე იგი შობადობა გაუტოლდება და სიკვდილიანობა გადააჭარბებს. მეორესწევ გავდივართ. სულიერად ჯიშდებით, ხორცელად ვიხწნებით და რაღა დარჩება ჩვენგან, რა არის ჩვენში ქართული. იცით რა მამო, თქვენ არა პროგრესული მოდელი ხარ, ჩამორჩელი, რეტროგრადი და მოყვებიან მეეთ მოეცა სიტყვის მნიშვნელობა წესიერად არიციან ამ გაუნათლებლებმა ახალმა ქართველებმა სინამდვილეში და რაღა დროს ქართველობა ერთი ორ მომაწახა ეს რაღა დროს ქართველობაა ერთი ორ შენიშვნა მივეცი რომ ვულგარულად ეცვა გადმოყრილი თან იყო ულამაზო და მსუქანი აი ძროხას რომ ჩაახსო მაგალითად აი ნასუბ ძროხას შორტები და ასე შემდეგ და ახლობით ეს კიდე ძროხას უფრო ბუნებრივად გამოჩნდება რომ ასეთია და ადამიანი ასეთად არის წმინდა დაბა და მორწმუნე სინამდვილეში და რო უთხარი და თქვენ რა გესმით რა დროს ახარება რა დროს უფალიაო პროგრესის 21 საუკუნეო გარდა მაგისაო ახლა ძალიან კაცრად მითხრა აი ფოფრა სულომივით ეს ქალი ამის დედაკაცი თქვი რასაც არ იმსახურებს გარდა ამისა ჩემი სხეული ჩემია რასაც მინდა იმას უზამ შენი სხეულით უთხარ სარკეში მოიწონე თანი თავიდან გარეთ გემოვნებას ნოუკარგავ შენ ენაზე გეტყვი მეთქი რა გემოვნებას ნოუკარგავ შენაირ ქალს რო ნახავს კაცი მის სრული არ გაუშვება ესე იგი დაოჯახების მეთქი უკმაყოფილო დარჩა არ უნდა მეთქვა ზედმეტია რასაც ჭიროა ძირითადში არ ველაპარაკებს მაგრამ ეს ერთი ორ თომ თქვი ეს და არის სიამოვნა რა თქმა უნდა და რა მითხრეთ ბოლოს ყველა სიტყვის შესაჯამებლად რა გესმისო შენ სექსუალურიაო ესე იგი რაც უფრო სიმახინჯეებს გამოფენ და დაფარულ ადგილებს მით უფრო სექსუალურია ამ დროს უფალი ამბობს რომელსაც დასინის თავისი მრწამსით და ცხოვრების წესით ასეთი ადამიანი ეგრეთ წოდებული თუ ის ადამიანია საერთოდ სტუნება ამ სოფელში და შემოვიდეს ბრალი მისი ვისგანაც შემოვა და თქვენ როგორ ფიქრობთ აი მე მამაკაციც ვარ და იმის რომ მდელი ვარ ოჯახი მყავს და სხვა როდესაც მამაკაცი ხედავს ვულგარულად ჩაცულ ქალს უბრალოდ იქნება თქვა ბოს რა თქმა უნდა ბილწი აზრები უჩნდება თავდაპირველად თუ მორწმუნეა მერე ცდილობს გულიდან გააძევოს თუ იესოსმა თუ სხვა და ასე შემდეგ იოანე უფრო მძაფრ მაგალით საშუალებას ვთავაზობ როდესაც გულის თქმა სიგრძნო ქალის მიმართ წარმოიდგინე რომ ესეც მოკვდება მიწაში გაიხსნება მატლითა და ჩირქით აივსება და ეს გამოგაფხიზლებსო ცოტას და სხვა ну რა თქმა უნდა რასაც ჩვენ ვამბობთ ეხლა ახალ ქართველებს ასაცილოდ არ ეყოფათ მაგრამ მე მინდა შევახსენო გაცვეთილი გამოთქმიდა იცინის ის ვინც ბოლოს იცინის წამს არ გწავს გინდა არ გინდა მოვა ის ვინც არ გინდა მოვიდეს და გაგიყვანს იქ სადაც არ გინდა გაყვება საბრალობელო შენ სიკვდილით მოკვდები და ღმერთი რომელიც არ გწავს გაგასამართლებს შენი სინდისით და წმინდა სახარებით ცხოვრების წესით, შენ შეხედულებებით. იქ აღარ არის ასეთი სითამამე, ქედმაღლობა, სვაობრობა, აბუჩა თაგდება, თავმომწონეობა გარყვნილობითა და პროგრესით. ყველა ქედ დადრიკილი დგას ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთის წინაშე. ამისი უამრავი თეოფანია გამოცხად არა მარტო გასულ საუკუნეებში, არამედ აი ამ ახალთათვის. თანამედროვე გამოცხადებები, აი მაგალითად ადამიანი იყო მოკვდა კლინიკური სიკვდილით. 1 წუთი, 3 წუთი, 8 წუთი, ზოგი მეტიც.
დაბრუნდნენ. ზოგმა პროსექტურაში გაიღვიძა გვამებს შორის და წაიკითხეთ ეს მაგალითები. ზოგიერთი მათგანი საერთოდ ურწმუნო იყო, ზოგი დასინოდა კიდეც ეკლესიას და სარწმუნოებას. ჰედონისტი იყო და უღმერთო. ზოგი იყო მუსლიმი, ზოგი იყო, ესე იგი, ბრაჰმანისტი, ზოგი ვინ, მაგრამ ყველა საკუთარი თვალით ნახეს და არ ფლობდნენ რა ქრისტიანულ ტერმინოლოგიას, ადამიანურ ენაზე ცდილობდნენ დაეხასიათებინათ რა მოხდა. როგორ ამოვიდა სხეული და როგორ ხედავდა სხვა განზომილებაში საკუთარ ესე იგი სხეულს, სულით ზედ იყო მოქცე. მე ნელ-ნელა გარკვევა ხდება, რომ თურმე მოკვდა, გარდაიცვალა. ვერ იჭერებს თავიდან. შემდეგ გრძნობს თავს კარგად, ყველა წუხილისგან დაისვენა. აი ზოგიერთ უფალი რო ეუბნება დაბრუნებაზე, ევედრება რომ დატო. ვეღარ ჩვილის სიყვარული იზიდავს და ვერც მოყვას ისა, ისეთ სიხარულშია. მერმე როგორ გაიარეს გვირაბის მაგვარი რამ, ზოგი მილს ეძახის. არ იცია რომ ეს არის საზვერეთ საცალოს მესამე დღეს ახლად გარდაცვლილი გადის. როგორი წინააღმდეგობები შევხვდათ, კოლოსალური სიჩქარით მიკროდნენ. ერთ-ერთი ფიზიკოსის, რომელიც ასევე კლინიკური აღწერას ვკითხულობდი რამოდენიმე თვის წინ და განათლებული ადამიანი იყო და ღრმად მოასწრობენ. და იყო ათეისტი ცხოვრებაში. ესევ ერთი სასწრაფოს ექიმი იყო, აი ამ ორის განსაკუთრებით გამოირჩებოდა, იმიტომ რომ დახვეწილად გადმოსცეს რაც შეიძლება. ისინი არა მარტო იმას, რასაც ფაქტობრივად ხედავდნენ, რასაც სულიერად განისტიდნენ და რა განზომილებაში იყო, იმის აღწერასაც კი ცდილობენ. მე როცა მილი მორჩა ეს გვირაბი, როგორ მიიყვანეს მანათობელ არსებასთან, რომლისგანაც ენით აუწერელი სიყვარული გამოდიოდა. როგორი ადამიანიც არ უნდა მieყვანათ მასთან. ენით აუწერელი. აი ეს სიყვარული აგდებდა ნებისმიერ ადამიანს. უღმერთოს, კაცისყლეს თუ ვინც იყო უდიდეს სინანულში. მაშინ გახვდებოდნენ, რომ სიყვარულის უმაღლეს კანონს მოღალატეს უფალ ღმერთს. ღმერთმა მოიღო წყალობა, რა თქმა უნდა, არა ყველა, მათგან ნაწილი დააბრუნა მაცნეებად და მახარებლებად და მქადაგებლებად და ზოგიერთი მათგანი ვიდრე მეორე სიკვდილით არ მთელი სიცოცხლე ქადაგებს, ზოგმა წიგნებიც კი დაწერა ამაზე. მერე გაჩნდა გამოკვლევები, თქვათ ამერიკაში ცნობილი ფსიქიატრი ქალის კუბლეროსის გამოკვლევები. ასი შემთხვევა გამოიკვლია. ეს მე წავიკითხე დაახლოებით 43 წლის წინ დიდუბეში ახლად ნაკურთხელი ვიყავი. მაშინ მსგავსი ლიტერატურა არ იყო ხელიდან ხელში, როტოპრინცე გადაბეჭდილები იყო და აი ჩემ ხელში მოხვდა და მთელი არსებით ვკითხულობდი და დიდი ცნობის ადილი და ვადარებდი იმას, რაც საკითხული იყო წმინდა წერილსა და წმინდა მამებთან. ემთხვეოდა თუ არა ზედმიწევნით. უბრალოდ ტერმინოლოგია სხვა არ იციან, რომ ეს არის საზვერე, ის არის უფალი, რომელსაც განკითხვის და ლაუფლება ვისაც ეციურმა მამამ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მივუბრუნდეთ ჩვენს დიდებულ მოწამეებს, რომლებიც ჭეშმარიტად ნათობნი არიან არათუ მხოლოდ ზეცაში, არამედ ნათობნი არიან პატრიოტი ქართველებისთვისაც. დიდი მიბაძვის მაგალითი. ყოველივე დათმეს, თვით სულით, სიცოცხლეც, რათა რწმენა შეენარჩუნებინათ. და ყველაზე დიდი რამ უფალთან სიახლოვე მოიპოვეს საუკუნოთა კურისამდე ეციურ საზოგადოებაში. თქვენ იცით, რომ არაბობამ ძალიან დიდი ანაბეჭდი დაადო ქართულ სხეულს, ჩვენ სულს, საშინელი დევნა შეურაცხყოფა, გადასახადების დამძიმება, მანამდე აწილოკება, აოხრება ქვეყნის და სხვა. აი ამ დროს, როდესაც მურვანყრუ, რომელსაც ისტორიამ შეარქვა მურვანყრუ, ესე იგი დაუნდობელი და გულქვა იყო ყოველგვარი სათხოვარის მიმართ, არ ინდობდა არათუ მხედრებს, არამედ ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს, მუცელში მყოფ ნაყოფს. სულ ერთიანად წვედა. აოხრა ქვეყანა, ყველა ციხესიმაგრე, ეკლესიები დაანგრევინა. და ესე იგი მეფე იმდროინდელი ჩვენი არჩი მოწამის ძმა რევი გადავიდნენ აფხაზეთში და იქაც ემზადებოდნენ ბრძოლისთვის, ომისთვის. დიდი უპირატესობა ჰქონდათ რიცხობრივად და შეიარაღებით არაბებს. ამასობაში მათ უკვე მრავალი ქვეყანა დაეპყრო და მრავალი ტყვეც იბრძოდა მათ მხარეს და დამონებულები. იმ ღამით ძილად მისვლის ლოცვის შემდგომ
წმინდა დიდმოწამე არჩილმა სიზმრად ღვთისმშობელი მარიამი იხილა, რომელმაც შეაგულიანა. ნუ შეშინდებით. ღმერთი თავის ანგელოს გამოგიგზავნით. თქვენ წილი ბრძოლებს და ჩემი ლოცვებით შეგეწევა და თქვენ გაიმარჯვეთ. ადამიანურად დაუჯერებელი რამ არის. ალოგიკურია, მაგრამ რწმენის წინაშე არაფერია. როდესაც არჩილმეფე გამოიღვიძა და თავის მას მოუთხო თავისი სიზმრებული ჩვენების შესახებ, აღიმსთვეს, შეკრიბეს რიცხოვანი მხედრობა, მიენდვნენ უფალს და ღვთისმშობელ მარიამის ფარველობას და გაილაშქრეს რიცხობრივად ძალზედ დიდ ლაშქარზე არაბებისა და სახელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ისე როგორც დიდგორში წმინდა გიორგი წარმოგზავნა უფალმა ღმერთმა და ღვთის დედა და ჩვენ წილი ბრძოდა. ახლა წარმოიდგინეთ ესე იგი როგორი მრავალრიცხოვანი იყვნენ იქ თურქები, აქ არაბები და რა შეუძლია ძალგოლოვან ადამიანს. აი როგორც ჩვენი პოეტი ამბობს, თუ გული გავს ლომის აბჯარი ხისაც საკმარისია. სიმამაცით აი გედეონი მოვიგონო, სამსონი, გვირო ეს გასაოცარი მაგალითები. მაგალითად ვირის თავით თავის ქალა იპოვა. 40 ფილისტიმელი ამოხოცა სამსონმა. ერთ შეტაკებაში მხოლოდ. სული წმინდას ყოველივე ძალოს. თავარია გული გაუხსნა უფალს და მის ეუფლება შემოვიდეს შენში. ის შენ წილი ბრძოლებს. სოდვასთანაც და ბოროტსულთანაც, როგორც ხილულთან, ეგრეთ უხილავთან. მოგლებს ლევამოსილი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ მძიმედ იყურა დაჭრილი რევ მეფე, დაუმძიმდა ჭრილობა გამარჯვების შემდგომ, მიახლა სიკვდილს, სული სასუებით ჩააბარა უფალს სული. ვიდრე ჩააბარებდა, უკანასკნელად შესთხოვა ღვთისმშობელ მარიამსა და მისგან ხორჩესყმულ ღმერთს თავისი სამეფო ერი ქართველთანი, თავისი 7 ქალიშვილი, რომელიც დარჩა და თავის მას ჩააბარა და სთხოვა, რომ ზრუნველობა გაეწია მათთვის. რაც ზედმიწევნით აღასრულა და სიცოცხლეშივე მომაკვდავმა დაადგა გვირგვინი თავის მას არჩილ-მეფეს. 12 წელიწადი ქუთაისში მეფობდა, ქუთაისიდან მეფობდა არჩილ-მეფე. არაბებს განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ჰქონდათ დაპყრობილი. და ამის შემდგომ გადმოვიდა აღმოსავლეთში და ნელ-ნელა დაიწყო არაბობისაგან განწმენდა ცხეთა-თბილისისა, შემოგარენისა. დიდ წარმატებებსაც მიაღწია, აღორძინდა სოფლის მეურნეობა, საზოგადოებრივი ცხოვრება, განათლების კერები გაიხსნა და ასე შემდეგ და აი ამასობაში კიდევ ახალი ტალღა შემოვიდა არაბებისა ჭაჭუ მასიმის ამ ხედართავის, რომ ასევე დაუნდობელი იყო როგორც მორვახურ და უთანასწორო ბრძოლაში ღალატის გამო, თუმცა უპირატესობა ქართველთა მხარეს იყო, ღალატის გამო დამარცხდნენ ქართველები, შეიპყრეს არჩილ-მეფე. მიიწვია თავისად ჭაჭუმა და როცა შეხედა, ჯერ მარტო მისი გარეგნობით მოიხილა, ახოვანი იყო ტანმაღალი. შვენიერი პირისახე ჰქონდა, სათნოთ აღზრდილი სამეფო კარზე და უგანათლებულესი ადამიანი. ამ ყველაფერმა მოხიბლა და ამანაც განაპირობა, რომ სიცოცხლე აჩუქა მას. რაც უთხრა კიდეც რის გამო შუქნიდა. მაგრამ მერმე და მერმე შეპარვით ეცადა, რომ ესე იგი მიეტოვებინა ქრისტიანული სარწმუნოება არჩილ-მეფეს და მიიღო მუსლიმობა და აღუდგენდა სამეფოს და ბევრად უფრო მეტ ქონებას შესცენდა, ვიდრე აქამდე ოდესმე ქონია. მაგრამ არჩილ-მეფემ უარი განაცხადა ქრისტეს უარყოფაზე. აი სწორედ ამ დროს მოდის ერთ-ერთი გარდაბნელი სომეხი, თავარი გარდაბნისა, რომლის არჩილის პაპამაც თურმე გაუშვა მისი ბიძის ყველები, გაასამართლა და გაუშვა. ჩვენ არ ვიცით არჩანს რატომ და რის გამო და პაპის ჟავრი იყარა მისმა მოდგმამ არჩილ-მეფეს შვილიშვილზე. და რა უთხრა, ნახეთ როგორ გველურად უთხრა. ის კი არა რომ დასაჯეს სიკვდილით, იმიტომ რომ ისაც არ შეისმენდა, არაფერს წარმოადგენდა. არამედ ეს არის ვახტანგ გორგასლის შთამომავალი. ანუ დიდი მეფის შთამომავალი
და მან იცის თავის მამასთან ერთად ესწრებოდა, როცა ჰერაკლე კეისარმა გადმოიარა ალბანეთში, რომ მიდიოდა საქართველოს გამოიარა, ისნის ციხეც დაიპყრო და ესე შემდეგ. რომ მან იცის სად დაფლა ქონება ჰერაკლე კეისარმა, ნაალაფები. ასევე მან იცის სად არის ესე იგი მეფეთა განძით დაფლული. ეს რომ გაიგო ჭაჭუმა სასწრაფოდ გამოაყვანინა ციხიდან, საპყრობილედან არჩილ მეფე და ლიხით დაუწყო საუბარი და აღთქმა სიკეთეების, მიწიერი სიკეთეების. ოღონდ ერთი თხოვნა მექნება, რომ ის ჰერაკლე კეისარმა სადაც დაფლა საგანძური გაამშრალე და ცოცხალის დარჩენით მეფობასაც დაგერო, მეცაც მოგცემ და რაც შეეხება თქვენი მეფეების სიმდიდრეს რომელსაც ლაშქრობების დროს იყენებდნენ, აი მაგალითად ხვამლის მთაზე ლეჩხუმში ინახებოდა და იყო რამოდენიმე ესეთი მიუვალი ადგილები, სადაც დაფლავდნენ ხოლმე და ლაშქრობის და ომიანობის დროს გახსნიდნენ და იმას ახმარდნენ ქვეყნის დაცვას. და ის თქვენი იყოს, თქვენი მეფეების, მაგრამ აი ჰერაკლე კეისრის საგანძური უნდა ადგილსამყოფელი გავიქ, მაგრამ ამაზეც უარი განაცხადა. არა იმიტომ რომ ქონებაზე ზრუნდა, არა იმიტომ რომ ეს იყო საქართველოს დასაცავად გადადებული. ანუ საქართველოსთვის გააკეთა, ჩვენი ერისთვის და ასე შემდეგ. ნუ რა კი ვერანაირად ვერ მოხიბლა და სხვა, ბოლოს ბრძანა და ესე იგი აწამეს რა, არაერთგზის სიკვდილით დასაჯეს. იმავე ღამეს ქართველმა მორწმუნეებმა წარიპარეს მისი გვამი, თიანეთში აიტანეს და სოფელ ნოქტორნაში მისავე აგებულ ტაძარში დაფლეს, რომელიც არჩილ მეფის სახელს ატარებს. და მიდღეინდელა დღემდის ჩვენს დიდებულ წინაპრებთან ერთად, ღვთისმშობელ მარიამთან ერთად ევედრება ჩვენი ერის გადარჩენისათვის. თითქოს გვეუბნება არჩილ და ლუარსაბი და ჩვენი წინაპრები გვეუბნებიან, რა მოგივიდათ ასეთი ჩემთვის ქრისტესთვის, ჩვენი ქრისტესთვის სარწმუნოების ალში იწოდით, სულსაც ძდებდით, ხორცსაც განსტეხდით, სისხლს ატხევდით, მოყვასაც არინდობდით, წირავდით, რომ გადარჩენილიყო ქართული სული, ლომებს ებრძოდით და დღეს ტურები ვჭამენ. რა დაგემართათ ასეთი ქართველები? რაც შეეხება ლუარსაბ მეფეს, როდესაც იგი ავიდა სარდარზე, საკმაოდ პატარა იყო, ჯერ წმაწვილი 14 წლის. საქართველოში იმ დროს ძალიან დიდი მდგომარეობა იყო, ისე როგორც ყოველთვის იყო ასეთი მდგომარეობა, კერძოდ თურქეთსა და სპარსეთს გამუდმებული ომი ჰქონდათ საქართველოს გადანაწილებისთვის. ბოლოს შაჰაბაზის დროს ძალი მოისხეს სპარსელებმა, ილაშქრეს თურქებზე, დაეცნენ მათ, დაამარცხეს და აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრეს. ხოლო მესხეთი და დასავლეთ საქართველო, ტაო-კლარჯეთი შედიოდა, რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოში, ის თურქებს დარჩა. მაგრამ მათ შორის ომი არაერთხელ ყოფილა და სხვადასხვა ამის შემდეგაც ყირიმელ თათრებთან ერთად გამოილაშქრა ხვანთქარმა თურქებისა სპარსელებზე და სხვადასხვა. ერთი სიტყვით ლუარსაბ მეფეც ესევე იბრძოდა დაუნდობლად ხან თურქებთან, ხან სპარსელებთან. და ერთხელაც ცხირეთის ციხეში იყო, პატარა ციხე იყო და მცირე მხედრიონით იყო მეფე გასული ქალაქიდან. და ამ დროს შემოვიდნენ სპარსელები და თეოდორე კველთელი მღვდელი ზად შემოხვდათ და უბრძანეს, რომ ეჩვენები და უმოკლეს იქ დაუთხრეს ისთვისაც უნდა მეფისკენ, ცხირეთის ციხისკენ. მან იგი შეჰპირდა, მაგრამ წაიყვანა სულიად საპირისპირო მიმართულებით, დიდხანს უღრან ტყეში ატარავა, მეტით რო გასულიყო, ამასობაში მაცნეთ ეახლა მეფეს და აღმოჩნდა, რომ სპარსელების შემოსულა და მართლაც მეფე სასწრაფოდ მოუხმო თავის ერს, შეიკრიბა ლაშქარი და ღვთისმადლით დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მაგრამ თავი მეფე მოგვიანებით მოტყუებით ტყვედ ჩაიგდო შაჰაბაზმა. ამ დროს საქართველო უკვე სამეფოებად და სამთავროებად იყო დაშლილი და არათუ საერთო მტერს ვერ უმკლავდებოდა, ხშირად ერთმანეთთან ჰქონდათ ქიშპობა და დაპირისპირება. იმჯერად როდესაც ლუარსაბი ავიდა, ლუარსაბ მეორე ქართლის ტახტზე, იმერეთში დაჯდა გიორგი მესამე,
ხოლო კახეთში თეიმურას პირველი და მადლობა უყოს მათ შორის იყო თანხმობა ასე მაგალითად როდესაც შახის დევნი და თეიმურასა და ლუარსაბს და მძლავრობდა მათზე იმერეთის მეფემ შეიფარა და უბრძანა შახმა გაეცა, მაგრამ უარი თქვა, ის საკუთარი თავი გაწირა იმერთ მეფემ, რომ კახეთის მეფეები დაეცვა და ერი ქართველთანი რა თქმა უნდა, მათ უკან ქართველი ხალხი იდგა. მრავალი ასეთი რამე იყო, ბოლოს ესე იგი ასეთ ვერაგობას მიმართა შახმა, რომელიც სივერაგითა და მზაკრობით არის ცნობილი ისტორიიდან, უნდა თეიმურაზი და ლუარსაბ მეფე გადაეკიდებინა ერთმანეთს. კერძოდ ზურგს უკან შეუთვალა ლუარსაბ პირობას. მე თეიმურას არ ვაპატია, რომ განვიდგა, მაგრამ შენ შეგიცნარებ, ოღონდ უნდა მოკლა თეიმურაზი. მეორეს მხრივ თეიმურას იგივე შეუთვალა ლუარსაბზე. ერთის დაც მოიყვანა ცოლა თინათინი მეორისას ელენე ულამაზესი ქალწულები იყვნენ. და რაგი ვერ მიაღწია საწადელს მეფეები მიუხვდნენ ზაბურ ჩანაფიქრს, ამიტომ თითქოს სანადიროდ მიიწვია ლუარსაბ მეფე. შემდეგ დაატყვევა პრაქტიკულად და წაიყვანა სპარსეთში. და შესთავაზა, ესე იგი, აი დიდი მარხვა დგას. ახალი ჩასულიერია სპარსეთში, შახმა ნადიმზე მიიწვია, ესე როგორც თანასწორი დაისვა და შესთავაზა თევზი. ლუარსაბ პირველად ნახეთ რა უთხრა. ბევრი ჩვენთაგანი ხდალი და ასე შემდეგ ნაკლებ მორწმუნე სიამოვნებითაც მიირთმევდა. ნახეთ ლუარსაბ რა უთხრა. ჰუი შახო, შენ დღეს თევზს შემომთავაზებ დიდ მარხვაში. ანუ თევზს არ ჭამდნენ დიდ მარხვაში. ხოლო დღეს გამოჩნდნენ ფსევდოლიბერალები, მორწმუნეები, ეგრეთ წოდებული ღვთისმეტყველები და სხვა სამტკიცები, რომ დიდ მარხვაში თევზი იჭმევა. ნებისმიერ დღეს. და აგერ ლუარსაბ მეორის ცხოვრება ცოცხალი მაგალითი არის. ხო იმეფეო, წმინდა დიდ მარხვაში დღეს შენ თევზს შემომთავაზებ. მე ხორცზე დამპატიჟებ. ზედ მომთხოვ ქრისტეს უარყოფას. და ყველაფერზე უარი უთხრა. განრისდა შახი ბრძანა და საპყრობილეში ჩაალეს. მთელი 7 წელიწადი იტანჯებოდა საპყრობილეში. ბევრ ნაკლოვანებაში და გაჭირვებაში. კაცრ მარხვასა და ლოცვაში. და ბოლოს რაგი ვერანაირად ვერ მოხიბლა და ვერ დაიმორჩილა და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველობისთვის, როგორ მოიქცეოდა მათი მეფე. აი მაგალითად ქეთევან ქართველთ ნათობი დიდ მოწამე ვერ გაამუსლიმანეს სპარსელებმა შახმა. სიკვდილი ამჯობინა და აკუწეს კიდეც. წაიკითხეთ მისი ცხოვრება. მსხვილი მისიონერები, ესპანელები, პორტუგალიელები და სხვები უმზერდნენ, უჭრედნენ მის წამებას და აღთოვანებაში მოდიოდნენ და თავის სამშობლოებში წაიღეს მერე მისი მოწამეობის ამბავი და მისი ნაწილების, სხეულის ნაწილების როგორც დიდი რელიკვია, სიწმინდე. და ესე იგი 100 აკუწეს. შერთითები მოაჭრეს. შემდეგ მოხსქვევი წვივები, ბარძანები. ყველაზე მეტად რაც არ უნდოდა და რისიც ეშინოდა ქეთევას ეს იყო ის, რომ გააშიშვლებდნენ ყველა წინაშე. და შახმა ეს გააკეთა, უბრძანა. ეს იყო ყველა როგორი ღვთისმოსავი იყო და ამ დროს ჩვენ შორის გამოჩნდა მწერალი, ეხლა გარდაცვლილია და პასუხს აძლევს არა მარტო ღმერთს, არამედ დიდ მოწამე ქეთევას, სადაც დაწერა, რომ ბრუში იყო ქეთევან წამებული. დედაკაცი, რომელსაც ესე იგი 60 გახდა არ უნდოდა სიშიშვლის შვენება სხვებისთვის. აღარ მოუყვება ეხლა და რომელიც ეწამა ქრისტესთვისაც, ჩვენი ქრისტიანოს ნეობისთვის. ეხლა დგას და პასუხს აძლევს უფალს. მე მიშვილთან მქონდა საუბარი, რომ კაცრად ვამხილე. თავის დროს წლებში. მოკლედ შემდეგ ხელები მოკვეთეს, მაჯები იდაყვებამდე, შემდეგ ზემოთ და ბოლოს დარჩა თავიდან. ვიდრე ხელებს მოჭრიდნენ, პირჯვარს იწერდა ქეთევან წამებული. და როცა თავიღა დარჩა და სისხლის დიოდა, ჩხებდა მისგან სისხლი, თავით გამოისახა ჯვარი და გამწარებულმა შახმა მოაჭრებინა თავის მისთვის. აი როგორი დიდებული მოწამეა. მისი ლოცვების არ დალეებული იყოს ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის. მოკლედ აქ რაკი ვერანაირად ვერ გადაიბირა შახმა, ლუარსაბ მეორე მიგზავნა დასაშელად მხედრები
ლუარსაბისა. ლუარსაბმა გულისხმობა, რომ მისი სიკვდილი მოახლოვდა და ერთი რამს თხოვა მხოლოდ დრო მიეცათ ლოცვისთვის. მანაც თითქმის ისევე ილოცა ღვთისმშობლის მათ, როგორც 1000 წლის რომ ცხოვრობდა არჩილ მეფე. აი რატო არიან ერთხელ ისინი მათი ხსენება რატო სხვა დროს ეწამნენ 1000 წელიწადის შორავს მათ. ერთნაირი ცხოვრება ქონდა თითქმის მსგავსი. მოწამეობა და ლოცვაც კი უკანასკნელი ბოლო ამოსულთქვა დაუკავშირეს ღმერთის დიდებას, ღვთისმშობლის ვედრებას და საქართველოს, ქართველ ხალხს. აი როგორც უფალმა უკანასკნელი სიტყვები მიუძღვანა თავის დედას, იზრუნა მასე იოანე სიყვარულის მოციქულს უკურთხა დედობილად და იშვილობილად, აი ესევე ჩვენმა მოწამეებმა ბოლო ამოსულთქვა მიუძღვნეს ღვთის დიდებას და საქართველოს გადარჩენას. ამიტომ ეკლესიამ განსაჯა და ის მათი ხსენება ერთ დღეს დააწესა. დღეინდელად დღეს მე ესე იგი ეს მნიშვნელოვანია დავსინოთ, როდესაც ამ ლოცვის შემდგომ თავი მოუხარდა საბელი შემოახვიეს და დაახრჩოს, მოაშთეს, დააგდეს იქვე გვამი. განზრახ შესაგინებლად მისი, მაგრამ ღმერთმა ადიდა განსხვავებით მათგან, ვისაც სირცხვილის მიფენა სურდა ლუარსაბზე, ენით გამოუთქმელი ნათელი დაადგა მას და ეს მრავალმა ნახა, მათ შორის მუსლიმებმა და ამითაც საცნაურხვეს, რომ ღმერთი, რომლისთვისაც ეწამა ლუარსაბი, არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსა ხოლოსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისება, თანა მამით და სული წმინდით აზდა მარადის და უპოლიტიკურისამდე. ამენ.